ნიკა მელია კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი არის მზად რომ უპასუხოს ჩვენ კითხვებს. მოგესალმებით ბატონო ნიკა. თუ გესმით ჩემი ხმა, ჩემი პირველი კითხვა შეეხება დღეს კონგრესში უნდა დამტკიცდეს ქართული კოშმარის არაღიარების აქტი. ეს არის ჯო ვილსონის ინიციატივა, რომელსაც სხვათა შორის ის ერთადერთია, ვისაც სახელობითად მოიხსენიებს ივანიშვილი და ქართული ოცნების პოლიტსაბჭო დღეს გავრცელებულ განცხადებაში. რამდენად სერიოზულია იზოლაციის რეალური საფრთხეც არა უკვე რეალობა ქართული ოცნებისთვის და რამდენად ხვდება ივანიშვილი რომ ის აქედან გამოსავალს მარტივად ვერ მოძებნის. რას გეუბნებათ თქვენ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება? მადლობა შესაძლებლობისთვის უფრო გილოცავ ბრავალშობა ახალწელს და თქვენი ეთერით გილოცავ განსაკუთრებით ყველა პოლიტპატიმარს შობა ახალწელს და მალე თავისუფლებას უსურვებ, რაც გარდაუვალია და მათი წვლილი ამ პროცესში არის უმნიშვნელოვანესი. თუნდაც ის რაც ხდება ახლა ვაშინგტონში, რაზეც უწევს მათ შორის რეაგირება ივანიშვილის რეჟიმს მტკინვეულად, რა თქმა უნდა მთადოდებული ბრძოლის შედეგია, რომელიც გადავიდა მათ შორის 51 პოლიტპატიმარზე უკანასკნელი შაშანდელი წლის განმავლობაში იქ გაზაფხულზე დაკავებული ადამიანებიც არიან და რა თქმა უნდა ნოემბრისა და დეკემბრის თვეში და მოკითხვა მათ დიდი პატივისცემით. რაც შეეხება იმას რაც ხდება საერთაშორისო იზოლაციის თვალსაზრისით, დიახაც საერთაშორისო იზოლაცია სულ უფრო და უფრო ზუსტდება, ეს არის ფაქტი. და ის ყულფი საერთაშორისო სასანქციო პოლიტიკისა სულ უფრო და უფრო ასევე უჭერს ივანიშვილის რეჟიმს ყელზე და მე ვფიქრობ აი აქ ყოფი ადამიანი ყველა და არა მხოლოდ აქ ყოფი ვინც ამ პროტესტში ჩართული ან არ არის ჩართული ისინიც აცნობიერებენ რომ ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. საქართველო ვერასოდეს ვერ ისარგებლებს თანამედროვე უსაფრთხოების შესაძლებლობებით სოფლიოში. ვერასოდეს ვერ გახდება დემოკრატიული სოფლიოს ნაწილი. ვერ გახდება მდიდარი და ბედნიერი სახელმწიფო. ამას აცნობიერებს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც მზად არის მოვლენები ობიექტურად შეაფასოს. ყველა აცნობიერებს რომ არა ქართული ოცნება და მის მიერ გადადგმული ნაბიჯები მილიარდობით დოლარის შესაძლებლობა და ევრო შესაძლებლობა გაუჩნდებოდა სახელმწიფოს, მაგალითად მოლდოვას 2025-2027 წლების პერიოდში მხოლოდ ეკონომიკის ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით 1,8 მოხმარება შეეძლება, მანასანამ დაახლოვდება მოლდოვას სტანდარტები ევროკავშირის სტანდარტებს და სანამ ის სუფასოვანი წევრი გახდება ევროკავშირისა, ხო? და საქართველოში კოალიციური მთავრობის პირობებში ეს თანხა კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, მეტიც კოლოსალური იქნებოდა. ამიტომ, როდესაც ერთი მხრივ და თავარი დის თევს თავისუფლება, თვითყოფადობა, სუვერენიტეტი, ბედნიერება და მეორე მხრივ უბრალოდ არაფერი რუსული მთავრობის გარდა და მართლობის გარდა, ეხა იზოლაცია საერთაშორისო არ არის გასაკვირი უკვე. კი ბატონო, მაგრამ მე სიმძლავრეს და ლეგიტიმაციისგან დაცლილი ხელისუფლება და სასანქციო პოლიტიკა გაძლიერებული. კი ბატონო, თუ გესმით ჩემი ხმა, ნიკა, შესაძლოა ცოტა დაგვიანებით მოდის. კი ბატონო, კითხვა მაქვს ასეთი, დღეს გავრცელებული მათი განცხადება, რა დასკვნის გამოტანის საშუალებას გაძლევთ თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ 42 დღეა პროტესტია ქუჩაში და სასანქციო პოლიტიკაც ყულფივით, კი ბატონო, დაგეთანხმებით, მათ უჭერთ ყოველდღიურად. ივანიშვილის მიერაა დაწერილი ეს ტექსტი, ყოველ შემთხვევაში მასთან შეთანხმებული ყველა სიტყვა და აბზაცი, ხომ? რას გეუბნებათ, რომ ის უკან დახევას არაპირებს და მიდის ვაბანკზე? თუ ეს რაღაცნაირად მაინც დატოვებული იმედია ტრამპის ადმინისტრაციისკენ, თუ ეს უბრალოდ მათი ამომრჩევლისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ შეინარჩუნოს მომხრეთა ნაწილი და დაპირდეს, რომ რაღაცას დაალაგებს. აი, რა პოლიტიკას აკეთებს ახლა ივანიშვილი, რა დარჩენია მას კუთხეში მიმწყნელს? მადლობა ამ შეკითხვისას. მე ვფიქრობ, რომ დღეს გიწესრიგს პოლიტიკურ სკრის ეს პროტესტი.
ეხლა განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტი ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს და გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ძალიან ქვეთ ფერებში მონიშნავს და ამის დამსახურება ის რაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, განსაკუთრებით ამერიკელების მხრიდან და მე არ მგონია რომ აქ სივრცე დარჩა ივანიშვილს პოლიტიკის კეთებისა, რომელიც შეიძლება აზრები გაიყო დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მმართველი პარტიის ეგრეთ წოდებული განსაკუთრებით განცხადების შემდეგ საზოგადოებაში აფციური ნაწილი შეიძლება პატივისცემა მათ თვლიდეს რომ რაღაც ახალი ტემპის შეტევისთვის ემზადება ივანიშვილი. მე პირადად ვინაიდან მე მაქვს პატივი ვიყო ხა თქვენი განაცემის სტუმარი, ჩემ აზრს მოგახსენეთ, მე მგონია რომ არანაირი გეგმა ივანიშვილის უკან არ დგას და არავითარ შემთხვევაში არ მოვემხრობოდი იმ მოსაზრებას რომ ეს განცხადება ძალიან ვრცელი ხო რომელიც გაავრცელეს რაღაცა გეგმის ნაწილია და აი ამ დიდი ავი განზრახვის მეშვიდიან მერვე კომპონენტია. უბრალოდ რეაგირების ნაწილია. ივანიშვილს მოუხდა რეაგირება რაღაცას. ვეღარ ურთიერთობენ საკუთარ ამორჩეველთანაც, სულ რაღაც ერთი თვის წინ თქვენ ჩემზე კარგად შენიშნავდით ხოლმე ყოველდღიურ ბრიფინგებს, მაგალითად ქართული ოცნების ოფისიდან, პარლამენტიდან, ხან ეგრეთ წოდებული ეს პარლამენტის თავმჯდომარე შავა პაპუაშვილი ერთ-ერთ საათზე ბრიფინგს ატარებდა, ან მონაცვლეობით კობახიძე ყოველდღე და საუბრობდნენ, ვეღარ საუბრობდნენ. ვინაიდან მათი მხარდაჭერა მინიმუმამდეა დაყვანილი და ძალიან არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომელიც უკვე ძალიან არაპოპულარული ხდება, რომ იცით, აქ მიმდინარე პროცესები შევადაროთ უკვე მომხდარ პროცესებთან და ანალოგიები გავავლოთ, რომ ადრეც იყო მსგავსი პროტესტი ან დაახლოებული პროტესტი და გაილია პროტესტი. არ ყოფილა მსგავსი არაფერი. ადარებენ და ნორმალურია ეს, იმიტომ რომ გულშემატკივრები ჟელობენ, ხომ? ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ აი ამ ნაწილს გულშემატკივრებს უნდა ვთქვათ, ეს არ არის ბელორუსი, ეს ვერ იქნება. იმიტომ არა რომ ჩვენ უფრო ვაჟკაცები ვართ, ჩვენ უფრო გამბედავები ვართ. კი, მე ვიტყოდი რომ განგვასხვავეს ბევრი და მათ შორის ჩვენ გვაქვს გამოცდილება იდენტობა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა და თავისუფალი ერის წარმომადგენლობა. ჩვენი იდენტობაა დამოუკიდებლობა. რაც სამწუხაროდ ეხა ბელორუსიას არ ქონია და ის მუდმივად რჩებოდა რაღაცა პოსტსაბჭოთა ნაწილის რაღაცა სახელმწიფოდ, რომელსაც გამოცდილება არ ქონია ყოფილიყო დამოუკიდებელი რეალურად სუვერენული სახელმწიფო. გარდა ამისა, ეხა ბელორუსია შეიძლება უმნიშვნელო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხო? ეხა სამჯერ დიდი არის პრაქტიკულად მოსახლეობით ვიდრე საქართველო. ეხა 10 მილიონია მოსახლეობა ბელორუსიის, საქართველოში 3 მილიონი და ნახევარზე მეტი არის პროტესტში ჩართული. შეუძლებელია ამ პროტესტმა შედეგი არ გამოიღოს. აი პრაქტიკული მაგალითი ადამიანური, როგორც რიგითი დემონსტრაციის მინდა მოგიყვანოთ, აი გუშინ სანამ ხალხმრავლობა აქ სახეზე იქნებოდა, ტროტუარით მოვდიოდი მეგობრებთან ერთად რუსთაველის გამზირისკენ და ძველი ნაცნობი წინა ცხოვრებიდან შემხვდა ოჯახთან ერთად ბავშვები ახლა, რომელიც ცხოვრობს აი აქვე სოლოლაკში და ჩემთვის ცნობილი იყო ეს ოჯახი, როგორც ძალიან დიდი მხარდაჭერი ქართული ოცნების და თქვენ წარმოიდგინეთ, გუშინაც კი პირველი გაფიქრება ჩემი იყო, რომ უბრალოდ სახლში მიდიან. მინდა აქედან სულ რაღაცა 7 წუთში არის ბათსახია. მალევე აღმოაჩინე, რომ პროტესტში მონაწილეობის მისაღებად მოდიოდნენ. ანუ ასეთი ოჯახები, ვერ ვაკადრე, მაგრამ ახლაც მჯერა, რომ უკანასკნელ არჩევნებში დიდი ალბათობით ქართულ ოცნებას მიცემდნენ ხმას. სიღრმეში არ შევიდა ბერლინზის გამო. ამიტომ აქ არის სრულიად სხვა პროტესტი განსაკუთრებით რუსთაველის გამზირზე, რომელიც არ ვიცი 10 წლეულების განმავლობაში ბრძოლის შედეგად იქცა საკრალურ ადგილად თავისუფლებისთვის ბრძოლისა და სადაც ბევრი მოქალაქე გამოდის რუსთაველის გამზირზე, როდესაც მას ყველაზე მაგრად უჭირს სახელმწიფოებრივად და გზნობ საფრთხე უდგას სახელმწიფოს, გამოდის და იწყებს ბრძოლას. აი ხელისუფლება, როდესაც პრაქტიკულად იმ კონდიციამდე მიიყვას მოქალაქეს, რომ აი ნაძრახ
სიცოცხლეს არ ვიცი სიკვდილიც კი უჯობს აი ამ კუთხეშიც რომ მიამწყდეს აი მაშინ გამოსულია ყველა აი ამ პროტესტმა ნიკა რაზეც თქვენ საუბრობთ რომელიც მართლაც განსხვავებულია ყველა წინა პროტესტისგან ეს არ არის ის პროტესტი რომელიც მინავლებადია პირიქით პროტესტი რჩება მიზნის მიღწევამდე მართლაც განსხვავებული პროტესტია მაგრამ საფუძველიც განსხვავებული აქვს პირველად ხდება როცა ხელისუფლებაში მყოფმა ძალამ გამოაცხადა რომ ის ცვლიდა საგარეო კურსს ეს არ მომხდარა აქამდე არც ერთი მთავრობის დროს ამიტომაც ეს პროტესტი არის ასეთი აზვირთებული შემდგომ მოყვა ამას ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა ადამიანები რომლებიც დღემდე ციხეში არიან და ამ ყველაფერმა შეაძლებინა საერთაშორისო საზოგადოებას რეაქციის ის მაღალი ხარისხი, რაც მოგდის. აი ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წუთის წინ ახალი ტვიტი დადო ჯო უილსონმა, მე თქვენთან ერთად მოვუყვები მაყურებელს. ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს, ქართული კოშმარის არ აღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმის არ აღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას. დონალდ ტრამპი და მე ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღებად. წერს შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი. აქ მნიშვნელოვანია ფრაზა დონალდ ტრამპი და მე. ასევე მნიშვნელოვანია ფრაზა, რომ აგრძელებს ქართული კოშმარის არ აღიარების აქტი აგრძელებს ტირანული რეჟიმების არ აღიარების დიდ ამერიკულ ტრადიციას. აქ იგულისხმება ასადი. ასეთივე აქტი უილსონმა ერთი წლის წინ ასადის მთავრობის წინააღმდეგ შეიტანა კონგრესში. რა დასასრული აქვს რეჟიმს, რომელიც არ წავა დათმობაზე? თუ არ წავა დათმობაზე? კი ბატონო, და ახლა რესპუბლიკელი კონგრესმენის განცხადება წაიკითხეთ თქვენ ანუ მაყურებელთა ბეჭდულად მოვისმინე და პირველი კომენტარის გაკეთება რა სიტყვა მომინდა როგორ მანიპულირებდა ეგრეთ წოდებული ხელისუფლება სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპით და მისი არჩეული ხელისუფლება ანუ მისი არჩევის შემდეგ მისი ადმინისტრაციით როგორ მანიპულირებდა რომ ბევრი რამ შეიცვლებოდა 20 იანვრის შემდეგ არადა ძალიან მალევე დააგერა პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი მორიგი დადასტურებაა რომ მისი გუნდის წევრები რესპუბლიკელი კონგრესმენები საუბრობენ და მოქმედებენ და რეალურად ავტორები არიან საერთაშორისო ამერიკული სანქციებისა საუბრობენ იმაზე რომ მაგალითად ქალბატონი ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური თანამდებობის პირადი შემთხვევაში პრეზიდენტი საუბრობენ ახალ არჩევნებზე ქვეყანაში საუბრობენ კონგრესმენები და მისი მრჩევლები ანუ დონალდ ტრამპისაც რომ ისინი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან შეთანხმებულად მოქმედებენ ამაზე მეტი დასტური რა უნდა არსებობდეს ეხა უბრალოდ მოქალაქისთვის ვისაც სურს პროცესებში ობიექტურად გაერკვეს ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და მას მოუწევს ნებში თუ მის და ნების წინააღმდეგ თუ უნებლიეთ არჩევნების თარიღის ჩანიშვნა ამ ქვეყანაში მოუწევს და გარდაუვალი ვინაიდან რა წამება ახსენეთ თქვენ სოფო და ძალიან ახლოს აი საიდანაც ახლა მე გერთვებით ხო აქ წინასთან მომზადებული საწამებელი ჰქონდათ მოძრავი მოწყობილი აი აქ ქაშვეთის ეკლესიის გვერდით სადაც ათობით ადამიანი აწამეს და გამოშიგნული იყო ეს სამარშრუტო არ ვიცი ტაქსი თუ ეგრეთ წოდებული მინივენი და ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ საგარეო პოლიტიკურ კურსის ცვლილებას რომელიც უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოებრივად არჩევნების გაყალბებას საერთოდ რო შევიშვათ ერთი წამი ხო სახელმწიფო სახელმწიფოების ჩარჩოებს გაცდა ადამიანების წამების საკითხი ეხლა ამ ივანიშვილს და მის წარმომადგენლობას ეხლა რა უნდა რომ შემოსაზღვრონ ეს საქართველოს როგორც ტერიტორია დაგვატყაონ, გვაწამონ, დაგხოცონ და ხმა არ ამოიღოს არავინ დემოკრატიულ მსოფლიოში და რაღაცა სუვერენიტეტის შელახვად მონათლონ და ეს კვალიფიკაცია მისცეს როგორ ახლა ამას ხო ბავშვი აღარ იჯერებს ეხლა რეჟიმი ხო 21 საუკუნეში ევროპის კონტინენტზე ვეღარ იარსებებს მით უფრო არაკონტროლირებადი რეჟიმი ხო ვერ იარსებებს და ეხლა ვისაც კიდევ აქვს იმის იმედი რომ ივანიშვილი აი ამ გამოწვევას გაუმკლავდება ვერ გაუმკლავდება რბილად ვთქვათ გამოწვევას ხო ჯერ არის ძალიან მცირე დოზით გამოქვეყნებული ძალიან მძიმე სანქციები ეს ადამიანი ვეღარ ვაჭრობს გამგეო ტრანზაქციას ვეღარ ასრულებს ამერიკულ დოლარში
მალე მე პირადად ჯერა რომ ევროშიც ვეღარ შეასრულებს. მალე ჯერა რომ გირვანქას სტერლინგშიც ვეღარ შეძლებს ოპერირებას და ეხა თქვენ რომ გვერდო დაგიფაროთ ეხა თქვენზე რომ გავცელდეს და დაწუნებული ვარ მაგრამ ჰიპოთეტურად წამოვიდგინოთ ეხა ამერიკული სანქციები ხო თქვენ გადაიჭართ ამას ეხა მაგრამ მილიარდერი ადამიანი რომლის ხონება 7 მილიარდ ნახევარია მინიმუმ ხო ეხლა მისთვის ეს არის მომაკვდინებელი გამორიცხული არის ამიტომ ეხა ივანიშვილი გაავრცელებს და რაღაცა ხომ უნდა ისაუბროს რაღაცა უნდა ისაუბროს მაგრამ აი ეს მტკიცე ურყევი პროტესტი რომელიც ერთის მხრივ არყევს ხელისუფლებას და უნიკალურობას შემისადს რომ ამაში მდგომარეობს რომ ერთის მხრივ ირყევა რეჟიმი და მეორეს მხრივ აქვე შენდება ახალი სამოქალაქო საზოგადოება ახალი სახელმწიფო დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ეს ამას თუ შეიძლება აქამდე დიახაც აქამდე ბევრი ხელისუფლება შეცვლილა არავის არ ვაკლიე, ყველას თავის დამსახურება აქვს, ყველას თავისი ნაკლოვანებები ჰქონდა, მაგრამ ყველა ხელისუფლება, რომელსაც ირჩევდა ქართველი ხალხი, სამწუხაროდ მალევე ირკვეოდა, რომ ის ანაცვლებდა ერთით მეორეს. პირველად გახდა შესაძლებელი, რომ რეალური ცვლილებები განხორციელდეს ამ ქვეყანაში. და ეს საზოგადოება მიიგრძნო, დაინახა, აი აქ მაქვს ზუსტად კითხვა, ნიკა, ნამდვილად და არა ვიღაცის ნამდვილად ასეა. საზოგადოებამ ზუსტად იცის, რატომ დგას ქუჩაში. არ უნდა ჩანაცვლება ერთის მეორით, მას უნდა მიაღწიოს დემოკრატიულ ქვეყანას, უნდა რომ დაბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ძალიან ახლოს ხელის გაწვდენაზეა სიახლეები ამ მიმართულებით, თუ ამ ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომელიც უბრალოდ კონსტიტუციას დაიცავს, მინიმუმ. აქვე მაქვს კითხვა ასეთი პოლიტიკურ სპექტრთან დაკავშირებით, ყველა თქვენგანი რიგით მოქალაქედ გახართ 42 დღეა არჩევნების გაყალბებიდან მოყოლებული რუსთაველზე. პოლიტიკურ პროცესზე მინდა ვიკითხო ახლა, ახალი არჩევნების ჩანიშვნასთან ერთად აქტიურდება საკითხები, თუ ის ჩაინიშნა, რა თქმა უნდა, დროულად, როგორ წარიმართება ეს არჩევნები, ვინ ჩაატარებს მას და ასე შემდგომ. რომ იგივე შედეგი არ მიიღოს და არ გაწმილდეს საზოგადოებამ, რომელიც ახლა ქუჩაშია 42 დღეა. პრეზიდენტის როლი აქვს, მას ჰქონდა ინიციატივა, ერთგვარი საბჭოს შეკრების, იყო ახალ წლამდე შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან. რა ეტაპზეა ეს და დადო თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგი აი ამ პროცესმა? დიახ, საზოგადოება ძალიან ნათლად ხედავს, რომ ეს არ არის ექსკლუზიური პროცესი, ეს არის საყოველთაო პროცესი, სადაც მიზნები და ამოცანები არის მხოლოდ ეროვნული. მე პირადად რა, როგორც მოქალაქე, შემდეგ როგორც არ ვიცი, პოლიტიკოს, პირველად მას განცდა, რომ პარალელურად რეჟიმის რყევისა გავიმეორებ შენდება ძლიერი ქართული სახელმწიფო. აი პარალელურად ხდება ეს ყველაფერი და ამის განცდა მაქვს და პოლიტიკური გუნდების, კოალიციების წარმომადგენლები ვართ აქტიურად ჩართულები ამ პროცესში, როგორც კი ბატონო მოქალაქე, მაგრამ არა მხოლოდ როგორც მოქალაქეები, ხო, ხა იქ სადაც გვევალება, რომ დავიცვათ ზღვარი, დოზა, ჩვენი ჩართულობისა ვიცავთ და ეს არის მისასალმებელი. იმდენი გიჟური ბოდიში ამ სიტყვის იდეაც არსებობდა, არ დაგიმალავთ პოლიტიკურ სპექტრში. ის რომ არ განხორციელდა არც ერთი არც ორი და იმის დამსახურება არის რომ დღეს ეს პროცესი არსებობს. იმიტომ რომ ხშირად და ასეთი მუდმივად გადაიქცა მუდმივ პროტესტად, სანამ რეჟიმი მართლა ხალხს თავისი ნებას ანუ პოლიტიკური სპექტრის ნაკლებმა ინიციატივა მოიტანა ეს ნიკა და ხალხის ისეთ რა, იმიტომ რომ აი ეს არის უნიკალური ბუნებრივი დინება. აი ხშირად კამათობენ და მე მომისვენია საპატივცემულო ჩვენი ჟურნალისტების საზოგადოების ცნობილი ჟურნალისტების მოსაზრება რაღაცა სხვა ეტაპზე უნდა გადაკიბებო. ჟურნალისტების არა, ჟურნალისტები უბრალოდ ახმოვანებენ ხოლმე მოსმენილს, მან თუნდაც აქციებზე, ხომ ხალხის ხმა. კი ბატონო, არ ვეთანხმები, ამიტომ რომ ან უნდა შექმნა პარალელური დინება ხელოვნურად, აი ამ დინებისა, რაც მიმდინარეობს, რომელიც ბუნებრივია და დიდ რისკებს შეიცავს, რომ აი ეს ბუნებრივი დინება შეიძლება უბრალოდ გაანადგურო. ან უნდა გახდე ამ დინების ნაწილი. ამიტომ მკითხეთ მე ჩემი კითხვის ფორმულირება ასეთი იყო ნიკა, თუ ახალი არჩევნები ჩაინიშნა, რას აკეთებს პოლიტიკური სპექტრი, ამისთვის რამდენად არის მზად. მე არ მიკითხავს პროტესტის სხვა ეტაპებზე. საგარეო მიმართულებით. არა, მე მინდოდა ამის სხვა. საგარეო მიმართულებით მართლა აქტიურად მუშაობს. რაღაცა
ინტერკოალიციური საგარეო გუნდი ძალიან აქტიურად, თუნდაც 2 დღის წინ ხო შემუშავებული ჩემი აზრით და ჩვენი აზრით თუ დადასტურდა ემპირიულად რომ სწორი იყო განცხადება რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი არ ჩამოსული იყო ქვეყანაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სწორად შემუშავებული სწორ დროს სწორი რეაგირება იყო ხო ოპოზიციური კოალიციური ჯგუფებისა ხო არასამთავრობო სექტორისა ხალბატონის ზურაბიშვილის მხრიდან და ამ ჩვენს ანუ განცხადებებს ძალა ეძლევა განსაკუთრებული აი ვინაიდან ხალხი დგას ამ ყველაფრის უკან და როდესაც მივახცებ სასურველს და ამ ქვეყანაში ჩაინიშნება გაუმჯობესებულ ვითარებაში ახალი საარჩევნო თარიღი გაუმჯობესებულ ხალხს უსვამ უნებრივია ამის შემდეგ ატყოფა ასობით ათასმა ადამიანმა და კიდევ ვინც ბევრი მიზეზის გამო არ და ვერ გამოვიდა უნდა მიიღოს მისი რავისი სინდისის კარნახით რავისი სწორი გადაწყვეტილება და დაუჭიროს სხვადასხვა ჯგუფებს რომელიმეს იქნება ეს არსებული თუ ახალი შეიქმნება თავარია თავარია ვინ ჩაატარებს სამარჩევნებს ნიკა ვინ ჩაატარებს სამარჩევნებს ამას ვკითხულობ ამიტომ ვახსენე აი ეს გეგმა მსჯელობა მიმდინარეობს სადღაც ხომ ამას ვკითხულობ ამ თუნდაც ინტერპარტიულ ჯგუფში კი ბატონო არსებობს რა თქმა უნდა კონკრეტული ხედვა რომელიც საბოლოოდ შეთანხმდება მათ შორის ხალბატონის ზურაბიშვილის ჩართულობითაც და ეს ყველაფერი საზოგადოებას ეცოდინება არავინ რა თქმა უნდა არ ფიქრობს რომ საზოგადოებას უთხრას რომ ახალი არჩევნები არის პანაცეა ეხლა ასეთ პირობებში ასე ახალი არჩევნები თუმცა აქაც შეიძლება კამათ იმიტომ რომ ამ ყველაფრის ფონზე კი დარწმუნებული ვარ ივანიშვილი არ იქნება იმ ფორმაში რომ მოახდინოს ის რაც მოახდინა 26 ოქტომბერს მაგრამ არ უნდა გარისკო და სისტემა უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი სადაც ხმა იქნება ასახული საარჩევნო ხმა და ეს საარჩევნო ხმა უნდა ასახოს უკვე საპროტესტო ხმამ რომელიც აგერ უკვე 52 დღის განმავლობაში გვესმის ამიტომ რწმენას პირველ რიგში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკუთარ გონებაში და ჩემი თხოვნა იქნება და მე მგონი ეს უკვე მოხდა ხალხი 42 დღეა უკვე ქუჩაშია და ხან ნაკლები შედარებით ხან მეტი და წმენა აქვს ჩემი აზრით ამ ხალხს. კი არა, წმენა არის ძალიან ძლიერი წმენა, მაგრამ არსებობს ალაგალა მეც კი მესმის და ხედავ, იცი კილიზმის ბაცილების ტირაჟირება არ ღირს. პირველ რიგში წმენას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძლევამოსილების მით ივანიშვილის რომ ეს ადამიანი რაღაცა გარკვეული გეგმით არის და გადანახული ქონდა შავი დღისთვის და ახლა ამიტომ ეს განცხადება დღეს პოლიციის გამოადებია ეს არის ტყვილი უბრალოდ არ არის გეგმა ამ ადამიანს არ აქვს ყველაზე დისკომფორტის შექმნელი ძლიერი პროტესტი მიიღო ამ ადამიანმა ეროვნული მოძრაობის სახით რომელიც არის შვიდობიანი ამავე ძალიან გაბრაზებული ადამიანებისგან შემდგარი კი ბატონო დიდი მადლობა ნიკა ხარი პროტესტი ის იოცნებებდა რომ არ ყოფილიყო სხვა დინამიური პროტესტი შესაძლებელია ისეთი როგორიც მას მიცემდა ხელს პროვოკაციაზე წამოეგო საზოგადოება და მათ შორის უცხოელებისთვის ეთქვა რომ შეხედეთ რა ჩადიოდა არ ვიცი შეიარაღებულ განატრიალებას მიწყობენ ასე მაგრამ პროვოკაციასაც კი ვერ აწყობს იმიტომ რომ აქ ოჯახებით გამოვდივართ მართლაც რა დედებით ბებიებით კონდა ამის ცდელობა ეძებდა ამან თავებს იარა პარტია მაგრამ ვერავის მიაგნო და ეს არის მართლაც სახალხო პროტესტი მადლობა ნიკა დიდი მადლობა მადლობა თქვენ ნიკა მელია კოალიციაცურებისთვის ლიდერი იყო ჩვენი სტუმარი